მოგესალმებით ბათუმელების ლაივში. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ 6 მაისის პარკის შესასვლელთან, სადაც ჟურნალისტები და არა მხოლოდ ჟურნალისტები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ გამოხატონ სოლიდარობა მთავარი არქის და ნიკა გვარამიას მიმართ, რომელიც თავისუფლების აკვეთა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 დღის წინ. გადავარჩინოთ მთავარი ასეთია საპროტესტო აქციის, სოლიდარობის აქციის სლოგანი ბათუმში, ასევე თბილისში იმართება მსგავსი სოლიდარობის აქცია. დღეს აქ ჟურნალისტების გარდა შეიკრიბნენ ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსებსაც ხედავთ ამ აქციებში. შეგვიძლია გავესაუბროთ აქციის მონაწილეებს და გავიგოთ უფრო მეტი ამ აქციის შესახებ, მათ შორის იმაზე, თუ რა იგულისხმება აი ამ სლოგანში. გადავარჩინოთ მთავარი მხოლოდ მხარდაჭერა ნიკა გვარამიას და მთავარი არქის მიმართ, თუ მხარდაჭერა სხვა ღირებულებების და ფასეულობების, რის გამოც აქ ადამიანები შეიკრიბნენ და ხედავენ იმას, რომ საფრთხეშია დღეს ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები. აქ შევხედავთ ასევე ტრანსპარენტებს გაათავისუფლე პუტინის მძევლები. მოგესალმებით. რა გითხრათ, ვინ იგულისხმებიან და რატომ? ვინ უნდა იგულისხმებოდეს სამთავრობაში? რამდენი ადამიანია რატომ ფიქრობთ, რომ პუტინის მძევლები არიან, მაგალითად იგივე ნიკა გვარამია? ცოტა სასაცილოა შეგიძლიათ რომ მისვათ, რატო არ უნდა იყვნენ პუტინის მძევლები მაშინ? მითხარი ჯერ ჩვენ მთავრობაში შევხედოთ და მე მითხარით, აი მათი აზრით ვინმე წესი რა დაიჭერეს, მე გეტყვით მე ზუსტად პუტინის მძევლები არიან რა, ამას ბევრიაც და არ ჭირდება, როცა საქართველოში ხალხს. როგორ ასაბუთებთ ვიღაცებს არ ესმით, თქვენ ახლა ლაპარაკებით მაყურებლებს, რომლებიც უყურებენ ბათუმელებს და ნეტგაზეთს. რას ეტყვით ადამიანებს არ ჯერათ ეს, რომ ეს ამაში რუსეთის ხელი ურევია. რატომ უნდა ჩათვალონ ადამიანებმა, რომ პუტინის მძევალია, მაგალითად ნიკა გვარამია, რა ადასტურებს ამას? თქვენთვის რა გახდა კონკრეტული მიზეზი, საიმის საფუძველი, რომ ასე იფიქრეთ და შემდეგ ეს ტრანსპარენტი გამოვიდარეთ ამ აქციაზე? არის, გეტყვით ახლა პირველ რიგში. რატომ ვინც არ იცის, რატო არის ნიკა გვარამია პუტინის მძევალი? მაგას თავი გავანებოთ, რუსეთი ავიღო და პუტინი. როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მათ ყველანაირ შეკითხვაზე უკვე პასუხი გაცემულია. ხო, აქედან დავიწყოთ და შემდეგ ახლა, როდესაც შენ მეგობარ ქვეყანას ეგრეთ წოდებული რუსეთი უტყავს, უკვე აღარ უნდა გაჩერდე და უნდა გამოხედე და უნდა თქვა რაღაცა და სახლში როდესაც იხარ და ცოტა სხვა ტელევიზიების უნდა ჩართო და თვალები უფრო კარგად უნდა გააქილო, რომ ყველაფერი დაინახო და ამას უბრალოდ ისინი არ ჭირდება. ვინმე არ უნდა გაკეთოს. მადლობა, გითხარით თქვენი მოსაზრება. თამარს ხედავ აქ ყურატიშვილს, მოძრაობა სირცხვილია. თქვენ მოდით გადასურათ ისევ ტრანსპარენტებით ამ აქციაზე. გიახსნით, საქმე ძალიან ბევრი გვაქვს და მიუხედავად იმისა, საქმის გამო რამდენ ადამიანს დააბადებენ, ჩვენ ამ ქვეყანაში მაინც ვიჭვით ჩვენს უყვარს იმას. დღესაც ტრანსპარენტებით მოდით, რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი ამ აქციაზე, გზავნილები? პირველი, ვიზეც გადის გამოხატვის თავისუფლება, არის ჟურნალისტები, ეგრეთ მთავრესი. მისი უფლებებიც უნდა იყოს დაცული აუცილებლად სახელმწიფოში და ეს არის ინდიკატორი, ზოგადად სახელმწიფოში რამდენად მაღალია დემოკრატია და რამდენად იცავს სახელმწიფო დემოკრატიულ პრინციპებს. არიან ჟურნალისტები და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ხედავთ პერიოდულად, თუ როგორ ებრძოდა ქართული ოცნება გამოხატვის თავისუფლებას. ხედავთ აჭარის ტელევიზიაზეც ეწოვას, მაგრამ ეხლა ნელა უფრო და უფრო მძიმე დანაშაულებს ჩადის თავისი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე. დაკავებები, მედიის წარმომადგენლების დაკავებები პირდაპირ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ცდილობს დიქტატურაში გადაყვანას თავისი მმართველობის ქართული ოცნება. გადავარჩინოთ მთავარი, ხო, ეს არის დღეს ამ აქციის მთავარი გზავნილი. რა არის ეს მთავარი დღეს საქართველოში? რას ეტყოდით მაყურებლებს?
თავი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ არხს. შესაბამისად, ეს არის საშუალება მთელი საზოგადოების და სავსე ოპოზიციური განწყობილი ადამიანებისთვის თავიანთი აზრის გამოსახატად. დღეს, როდესაც ამ ტელევიზიის ხელმძღვანელს აკავებენ, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ცდილობენ ყველანაირი საპროტესტო მუხტისა და ზოგადად საპროტესტო აზრის ჩახშობას. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო, ეს არის ძალიან საშიში და ეს ტენდენცია გაგრძელების შემთხვევაში მიყვანს ძალიან საკმაოდ მდგომარეობა. მადლობა, ეს იყო თამარ კურატიშვილი, მოძრაობა სირცხვილია, ეს წარმომადგენელი ბათუმში. მე შეგახსენებთ, ვინც ახლა შემოუერთდა ჩვენს Facebook Live-ს, რომ დღეს ბათუმში იმართება სოლიდარობის აქცია, გადავარჩინოთ მთავარი, ესეთი ამ სოლიდარობის აქციის მთავარი ჟავნილი. იურისტებს ხედავ ასევე აქციაზე, ლელა ბჟალავა, მათ შორის ადვოკატი. მოდი გითხარით, თქვენთვის რა აღმოჩნდა დღეს მიზეზი, რის გამოც მოდით ამ აქციაზე? შეზღუდვა თავისუფალი სიტყვის გამოხატულობის, რომელიც უკვე ჩვენს ქვეყანაში ძალიან იგრძნობა და ამას ვაპროტესტებთ და მინდა რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე წლები აღბრძოლოთ ამისათვის იყოს სასამართლო დამოუკიდებელი და იყოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რაც უკვე პრობლემაა ჩვენს რაში დაინახეთ თქვენ როგორც ერთმა იურისტმა, ადვოკატმა, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ის გადაწყვეტილება განაჩენი, რომელიც მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ, ეს არ იყო დამოუკიდებელი და დასაბუთებული. ნიკა გვარამი არის ჩემი კოლეგა. ან გულისხმობთ იმას, რომ ადვოკატიცაა. ადვოკატიცაა, ასევე ჟურნალისტიც და ფაქტი არის, რომ ის დააკავეს არაკანონიერად და სიტყვის თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ ის იბრძოდა ამისათვის. და მე ვაპროტესტებ და ვამბობ, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი დაკავებები არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ვერ დაგვაჩინებს ვერავინ, იმიტომ რომ ძალა ხალხში არის. მადლობა, ეს ლელა ბჟალავა იყო ადვოკატი, რომელიც შემოუერთდა დღევანდელ აქციას ბათუმში. მოდის სხვების მოსაზრებაც მოვისმინოთ, მაგალითად ჟურნალისტი ირმა ზოიძე და ასევე სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც იბრძვის განსაკუთრებით ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად და არა მხოლოდ. ირმა, გადავარჩინოთ მთავარი, დღეს ასეთია ამ აქციის მთავარი გზავნილი. რა არის ის მთავარი, რის გამოც დღეს შეიძლება ადამიანებმა გამოხატონ სოლიდარობა და პროტესტი? თავარი არის ფუნდამენტური უფლება ადამიანის, ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზრის ადვილად თქმის უფლება და იმის უფლება, რომ არ გეშინოდეს ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ცხოვრება. ანუ მართლა თავარ ღირებულებაზეა, უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, ანუ თავარ განცდაზე, რომ განსხვავებული აზრის გამო არ იდევნებოდნენ. აქ არ არის პერსონაჟი ლაპარაკი და მე მგონი ამას უნდა ვაცნობიერებდეთ, იმიტომ რომ მხოლოდ გვარამიაც არ არის, ის რა ტენდენციებია, რომ ძალიან მარტივად უჭერენ ადამიანებს და ამხლევენ საკანში და ამიტომ პროცესს უნდა შევხედოთ, გავუსწროთ თვალი და დავიწყოთ თავის დაცვა. აქ სხვა არაფერი არ არის, აქ ხარები არ არიან. რატომ არ გაუჩნდა თქვენი აზრით მასობრივად ადამიანებს ეს განცდა, რომ ჩვენ ახლა თავის დაცვა გვჭირდება და რაღაც საფრთხე იქნება რაღაც ფუნდამენტურ ღირებულებებს? ან რაღაცაც უნდა გაიგო, რომ აი დამეშავე იყო ალბათ ინგაგვარემ და დასაჯეს, ხო? ან მიკერძევებულია ეს ტელევიზია და მე არ გამოვარ მის მხარდასაჭერად, ხო? აი აქ რომ მოვდიოდი მე დღეს ჩემმა ერთმა ძალიან ახლო მეგობარმა მომიყვანა ტრანსპორტით და ზუსტად ისე უნდა რომ ბარამია ყველა სიძულვის ენით ლაპარაკობდა, გლანწყავდა, სიტყვას ამბობდა, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამისთვის მინიმუმი, რასაც რო იყოს და ნამდვილად შეიძლება ის სტანდარტებს არ იცავდა, მაგრამ ამისთვის არ შეიძლება ადამიანი გაიჭიროს. ეს არ არის შესაბამისი სანქცია. ამიტომ რაც შეიძლება იმას რომ ადამიანები ამას მიგებენ, იცით რა არ მაგის განცდა რომ ვერიგებენ, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ თვითორგანიზება. თქვენ თავიდან ერთით რომ მე ვარ სამოქალაქო აქტივისტი. ეს არ არის ჩემი პროფესია, მე გავხდი სამოქალაქო აქტივისტი, იმიტომ რომ არ ვწევს გარემო. ამიტომ მე კი დავიწყე ბრძოლა, მაგრამ მაგრამ შესავით შესაძლებელი არის ამ თავი მოსახლეობის დიდი 80% გარკვეული. მაგრამ თვითორგანიზებას ვერ აკეთებს. ამას სხვა ტიპის ინსტიტუციური დახმარება ჭირდება სხვადასხვა მხარეებიდან. მე არ მაგასთან რომ ხალხის გალია რომ არ სხვა რაღაც სხვაგან და ვეძებ პრობლემები და დავინახავ რომ
თანმიმდევრულები ვიქნებით და ადამიანებს ეკნებათ განცდა, რომ ეს მათთვის კეთდება და მათთვის საფრთხეების მაშინ სხვა რეალობა გვექნება. ფიქრებულებით უნდა ვიყოთ. რა გაგიჩნიათ ეს განცდა, რომ აი უსაფრთხოების კუთხით გაჩნდა პრობლემა და ჩვენ დავიცვათ თავი. რომ არის მარტივად რომ შეხედო შეიძლება ხო ანუ სიღრმეში არ წავიდეთ განაჩენი მიიღო გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლომ და დააპატიმრეს ერთ-ერთი მედია მენეჯერი. აი რიგით მოქალაქეებს ეხლა თუნდაც ვინც ახლა ამ ლაივს უყურებს, რატომ შეიძლება ექნებოდეს საფრთხე, რატომ შეფიქრობდეს რომ აი მეც მემუქრება ეს საფრთხე. და კიდევ იმას დაუბრუნდები, რატომ გამოვედი მე თავი დროზე ცოტა უფრო ადრე ქუჩაში. იმიტომ რომ ჩვენ ვავიწროვებენ, ხო? ანუ მაინც ზოგადი სურათიდან გამოვიდა. ვავიწროვებენ, როცა ბაღებს და სკვერებს გეუბნებიან, რომ თქვენი არ არის, როცა სანაპიროზე არ გვიშვებენ, როცა სახლის წინ კედელს გვიშენებენ. აი ამით დაიწყო. და მე ამას პარალელურად რაღაცა განსხვავებული აზრი ისმის და კრიტიკა ეს არ მოწონს ხელისუფლებას და ჩვენ ამას უკვე დავზარავდით. ზარავდებით და არ ვიცი, მე არ მგონია რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია თუ სიტყვის თავისუფლებაზე გადავალთ და ამ ნაწილზე ერთია რომ თქვა გარემო რომელშიც შეცხოვრო აღარ არის შეთვის სასარგებლო და ავიწროვებენ და გეუბნებიან რომ მეორე ხარისხოვანი ხარ, მაგრამ ისიც არის ტოტალიტარულ რეჟიმებს ეს ახასიათებს რომ ადამიანები უფრო მეტად იკეტებიან. ანუ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ აი ეს ნარატივი და აზრის გავრცელება რომ ადამიანებმა არ იციან და ვერ გრძნობენ საფრთხეს, ასე არ არის. გრძნობენ საკუთარ თავზე. ყველა შეწუხებულია, ყველა ცუდად არის, უმრავლესობა. მაგრამ მეორე ამბავი რომ ტოტალიტარულ რეჟიმს ძნელია პროტესტის გამოთქმა. ანუ ეს უკავშირდება შემდგომ საფრთხეებს, სერიოზულ საფრთხებს და ხედავენ ხო, დეპუტატს რო დაიჭერენ, მედია მენეჯერს რო დაიჭერენ, ცნობილ ადამიანებს რო დაიჭერენ, ახალგაზრდებს რო დაიჭერენ, შენ ფიქრობ რომ მე პატარა კაცი ვარ და მე ხომ 15 საერთოდ დაიჭერენ უსაფუძვლოდ, ხო, რაც ამ პირობაშიც გამოჩნდა არაერთხელ სასამართლოში რომ უკანონო იყო დაკავება. შენ რო განცდა გაქვო ამას იჭერენ განსხვავებული აზრის გამო და იმის გამო რომ რაღაცას არ პროტესტებს, უნებრივია განცდა რომ შენ მით უმეტეს დაუცველი ხარ. ამაში არის პრობლემა ვიდრე იმაში რომ საზოგადოება ვერ აცნობიერებს რა საფრთხეებია. კიდეც აცნობიერებს და კიდეც ცნობს საკუთარ გზებზე. მაგრამ განცდა არა აქვს რომ ამოსვლას რამე მოყვება გარდა იმისა რომ კიდევ უფრო გაუხსნება და ჯარიმას გადაახდევინებენ და იმიტომ რომ ჩვენ ყავდა ადამიანები და შეწუხებული ადამიანები რომლებიც გამოვიდნენ აფიაზე და სასამართლომ მერე 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხო? ასე რომ არ არის ესე რომ ვერ ვაცნობიერებთ და ხალხმა არ იცის რა ხდება. კარგად იცის ოღონდ რისკებს ხედავს, იმიტომ რომ ამ რეჟიმს შეუძლია ძალიან სერიოზულად დაფიქსიროს განსხვავებული აზრი. მადლობა, ეს იყო ჟურნალისტი ირმა ზოიძე, მან გითხრა მისი მოსაზრება. მოდი პოლიტიკოსების პოზიციებიც გავიგოთ, ისინი რას ფიქრობენ. ასმეთ იასამიძე, ბოდიში ბათუმელების ლაივში ვარ. თქვენი პოზიცია გითხარით დღეს. რის გამო უნდა მოვიდნენ ადამიანები იგივე აქ და შეუერთდნენ ამ სოლიდარობის აქციას? მე არ ვარ ჩემი ქვეყნის თავისუფლების და სიტყვის თავისუფლების, ჩემი შვილის ქვეყნის და ჩვენი მომავლის თავისუფლების. აღარ არის სამშვიდობო დრო, ეს ფიქრობ რომ საფრთხე ყოფნა ზონა კლავიატურის ჭაფული არის დამუშავებული. ის ბევრჯერ ვეცადეთ რომ იქნებ ქუჩას ავწოდეთ, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხვდებით რომ სწორედ ჩვენი ერთიანობა, სწორედ ეს საერთო პროტესტი გამოამხიზლებს ამ ხელისუფლებას და ჩვენ ყოველდღიურად ვწონდებით რომ სწორედ აი ესეთი აქციები ჩვენი სიმრავლეა ერთადერთი გამოსავალი რომ ხმა მივაწვდინოთ და ერთხელ კიდევ უთხრათ რომ კურსიდან გადაუხვიეს უკვე და ხვალდაზე ფაქტობრივად რუსეთში. ეხლა ეს ხელისუფლება ამ პოლიტიკას აწარმოებდა. ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია ყველას გამოფხიზლება და ჩვენი ერთიანობა. ყველანი გარეთ, ყველანი ერთად, ყველანი აქციაზე და ყველაზე ხმამაღალი ხმარით შეიძლება მოვახსოვოთ. რატომ უკავშირებთ ამ გადაწყვეტილებას და იგივე ნიკა გვარამიძე მთავარი არხის საქმეს რუსეთს, რატომ შეიძლება ამას უკავშირდებოდეს? ნიკა იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ხედავდა, ამბობდა კურსიდან გადაყოლებას პირველ რიგში და გარდა ამისა, ის აბსურდული და
საშუალებების გამო იმანიშნებელია ქალაქებთან ხალხაზე შეიძლება ჩვენ აღმოჩნდეთ თუკი ხმას ამოვიდეს ფორმულას ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელზე მიდის დევნა. ეს არის უკვე ნათელი მაგალითი, რომ ხმალზე ჩვენს არ აღმოჩნდება. სწორედ ეს პროტესტი ჩვენი ყველასი პროტესტის არის გამოწვეული ამისა გამო. კიდევ ერთხელ ამ ხელისუფლება შეაყენებს ხალხს. ჩვენი საერთო ხმა არა ცოტა. ამიტომ ყველა შეუძლებით რომ ძალა ერთობაში და ყველა უნდა გამოვიდეს გარდა. აღარ არის საფუძველი. ხედავთ დღეს ამის რესურსს რომ მოხერხდება იმ მასშტაბის პროტესტის ორგანიზება, რომ ამას შეიძლება იქონიოს გავლენა პროცესზე. ცილა ჯება ყოველდღიურად უამრავ ადამიანს უნდა მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრია უარყოფითად განწყობილი ოპოზიციურად განწყობილი თითქოს აი ესე ყველა აფიქსირებს ოპოზიცია და მინდა გითხრა რომ მათ შორის ქართული ოცნების ბევრი ხარდამჭერი ყოფილიც და ახალიც ამბობს რომ აი ესე აღარ უნდა გაგრძელდეს შესაბამისად ვფიქრობ რომ მასა მიდია მაგრამ ძალიან დიდ როლს თამაშობს სოციალური ქსელი სადაც ადამიანები უციოხებენ თავიანთი აი ამ პროტესტი გამოხატავენ მაგრამ ძალიან დიდი გასავე ტროლებიც მუშაობენ ხო სოციალურ ქსელში ძალიან დიდია ეშინია ხალხი იმიტომ რომ ამის შედრისი ეშინია შიში ხელისუფლებისა შიში იმისა რომ ეს რომ ნიკა გვარამიანს ეს გაუღებეს ოპოზიციური ყოველდღიური ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის ხელმძღვანელი შიშია ადამიანებს იმისა რომ ხვალდაზე სწორედ მათ ოჯახებს და მათ სახლებს და თითოეულ მათგანს მიადგება ეს ხელისუფლება ითვლიან თავს ჩვენ ხომ ეს ვიცი ვისაც არის შინია ათავარ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა რომ ხვალდაზე უფრო მეტნი ვიქნებთ იმ რომ სხვანაირად არ შეიძლება გაგრძელდეს მადლობა ეს ასმანდია სამიძე იყო ნაცნობრივი მოძრაობის წევრი რომელიც გვესაუბრებოდა იმის შესახებ თუ რატომ უნდა შეუერთდნენ ადამიანები ამ აქციას აქცია ამ დროს ბათუმში გრძელდება ეს არის 6 მაისზე უпроსტად ეხლა უკვე ცენტრალური პარკი ქვია ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელი კოლონადები სადაც ადამიანები შეიკრიბნენ და ისინი აპირებენ რომ მოაწყონ მსვლელობა ევროპის მოედნისკენ ანალოგიურად დღეს იმართება მედიის სოლიდარობის მარში თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან რომელიც 7 საათზე უკვე დაიწყო თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან მედიის სოლიდარობის მარში მედია საშუალებების მიერ მას შემდეგ დაიგეგმა რაც 16 მაისს მთავარი არქის დამფუძნებელი ნიკა გვარამია დააკავეს აქციის ორგანიზატორების თქმით ნიკა გვარამიას დაპატიმრებით ქართულმა ოცნებამ ერთდროულად გათელა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები სასამართლო სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი შემიძლია წაკითხოთ ამონარიდი განცხადებიდან დღეს როცა გახსნილია შესაძლებლობების ფანჯარა კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახევა აწლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობებისაგან და დაბრუნება რუსეთში საიდან თავის დაღწევასაც საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სისხლს შეეწირა და ეწირება ახლაც კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია რაც საქართველოს რუსეთისგან განესხვავებს და ახლა მედია სოლიდარობა სჭირდება აღნიშნულია მარშის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მე შეგახსენებთ რომ დღეს მედიის სოლიდარობის აქციის სლოგანით ვიბრძვით მთავარისთვის დაიწყო რესპუბლიკის მოედანზე თბილისში და ანალოგიურად აქცია ეწყობა ბათუმშიც ადამიანები შეიკრიბნენ იგივე სლოგანით ვიბრძვით მთავარისთვის ბათუმში ცენტრალური პარკის შესასვლელთან კოლონადებთან ეხლა უკვე აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პარტიის წარმომადგენლები ემსადებიან რომ მოაწყონ მსვლელობა ბათუმში მემენდაბაშის გამზირზე ევროპის მოედნისკენ. დაიწყო მსვლელობა როგორც ხედავთ
თქვენ ადევნებთ მსვლელობას, რომლის წინახაზე ამჯერად ჟურნალისტები არიან, ჟურნალისტები ვართ ამ მსვლელობის წინახაზე. უკანონო სამართალი ბრძოლა ბოლომდე, ასეთია ჟურნალისტების ტრანსპარენტები თავისუფლებისთვის. ვიბზი თავისუფლებისთვის, ვიბზი მთავარისთვის, დღეს ასეთია მედიის სოლიდარობის მარშის მთავარი გზავნილი. ის გამოიც ადამიანები შეიკრიბნენ მათ შორის ბათუმში. მოდი ვკითხოთ ჟურნალისტებს რა არის ეს მთავარი, ასევე თათუნა შუშენიძე, მოგესალმებით ბათუმელების ლაივში, რომ გითხრათ თან ვიაროთ, რა არის ეს მთავარი დღეს, რის გამოც თქვენ გაქვთ პროტესტი და შემოვუერთდით აი ამ სოლიდარობის მარშს. მთავარი არის ის, რომ უკვე რამდენი ხანია, ზოგადად დავიწყებ, მაინც შეიძლება შორიდან გამოგვივა, მაგრამ ძალიან დიდი ხანია არის მცდელობა მედიის დადუმების, კრიტიკული მედიის გაუქმების და ერთ-ერთი საწყისი ვიყავით იცით თქვენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი და იქ განვითარებული. თქვენ ამდრომდე მუშაობთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს იყო მცდელობა. აი დექით, მანდა ესე ვისაუბროთ. ეს იყო მცდელობა და ამის შემდეგ უკვე ეს ისეთი საწყისი იყო, რომ ვიცოდით, რომ ეს მიიღებდა გლობალურ სახეს. თუ დადგებდა ეხლა სხვათა შორის მომიტინგეების შორის, ბევრი საუბრობდით, რომ ისეთი დრო თუ დადგებოდა, რომ მსგავსი ადამიანის დაჭერის გამო ჩვენ ჟურნალისტები გამოვიდოდით ქუჩაში, ეს დროც თუ დაგვიდგებოდა, ვერ წარმოგვედგინეთ. ანუ ამით ჩანს ზოგადად რა. ანუ ის რომ მედია მენეჯერი დაეჭირა, დაეჭირეს, დაეჭირეს კრიტიკული მედიის მენეჯერი და აქედან გამომდინარე ეს არის ერთ-ერთი ლაკმუსის ფურცელი, რომელიც აჩვენებს თუ რა მდგომარეობა ამ ეტაპზე ქვეყანაში და განსაკუთრებით მედია თავისუფლებისკენ მიმავალ. გასაჩვენებს ეს თქვენთვის პირადად და ნიკა გვარამიას საქმე. ხო, ჩემთვის ეს იმას ბელორუსის რაციას აჩვენებს რა. მოდი ესე ვთქვათ, ყველა აგური, ყველა ნაბიჯი იქითკენ მიდის, რომ ანუ ამის ნიშნებია უკვე, რომ ჩვენ დავმსგავსოთ ბელორუსიას. ქვეყნის მართვის საგარეო კურსი ძალიან გლობალურია და არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული სეგმენტი, ქვეყანა ნელ-ნელა მიიწევს და ხდებით ლუკაშენკოს მსგავსი ქვეყნის მოდელზე გადართვის მცდელობა და აი ძალიან არ მინდა. აი ვინც ვერ ხედავს ამას ეხა მაყურებელი, რომელიც თვალს ადევნებს ჩვენს ლაივს. რა არის მთავარი ნიშანი, როგორ იგრძნოს, რომ ეს საფრთხე არსებობს, რომ ჩვენ დავიმსგავსოთ ბელორუსიას და ლუკაშენკოს მსგავსი რეჟიმი იყოთ, რომელიც ამბობს, რომ კიდევ კარგია ჩვენ დიქტატურა გვაქვს, ამაყობს, ხო, დიქტატურა შექმნა. აი როგორ იგრძნოს, რით იგრძნოს, იგივე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხო, რომელიც აი მტკივნეული პროცესი იყო და ეხლაც არის გრძელდება ამ დრომდეც, ხო? ამიტომ სასამართლოს თქვენ მიმართეთ, ათეულობით 10-ზე მეტი საქმე არსებობს, ამ დრომდე განხილვაც კი არ დაუწყია სასამართლოს ამ საქმეების და პროკურორს არ დაუწყია ასევე ამ საქმეზე გამოძიება, იყო თუ არა ეს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, ხო? აი დღეს რა არის ეს მთავარი ნიშანი, ნიშნები თუ შეგიძლიათ გამოყოთ და შეიძლება იგრძნოს, რომ აი ჩვენ ვიმსგავსებით დღითი დღე ბელორუსიას. უთან ვიაროთ, რომ არ ჩამორჩეთ მას, დიახ? ანუ ამ არის ერთ-ერთი ნიშანი აბსურდულობა იმ საქმისა, რასაც არის ნიკა გვარამია დაკავებული. ძალიან ისეთი მუხლით, ისეთი
იმით არის 3 წელი მისჯილი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ არც ქართულ კანონმდებლობაშია და არც ზოგადად არ არსებობს მსგავსი არამთუ სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ სისხლის სამართლებრივი დევნა, არამედ ადმინისტრაციულიც კი. და აი ძალიან ბევრია მისი ნიშანი. თუნდაც გუშინდელი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრიფინგი, თავისი ტონით, თავისი ინტერპრეტაციებით, თავისი მუქარით და მოკიდებ აი ესეთი ძალიან თუ კი ჩვენ საზოგადოებას ამის აღქმა უჭირს, მე მგონი არ უჭირს და ის ვინც არავის არ უჭირს, ყველა ხედავს. უბრალოდ არის ზოგისთვის ეს მისაღები და უნდა და ზოგისთვის მაგალითად ჩვენაირი ადამიანებისთვის ეს არ არის მისაღები და არ უნდა. მე პირადად ასე ვხედავ, იმიტომ რომ ამ ნიშნებს ზოგადად ყველა ხედავს, ყველა მიცის, უბრალოდ ფაქტია ის, რომ ვიღაცას უნდა რუსეთი და პუტინი, დანარჩენს კი უნდა თავისუფალი საქართველო. ამ ძალიან მკაფიოა თქვენ. ძალიან მკაფიოა, კი ბატონო, თქვენ კარგი ფორმულირება მიეცით. ძალიან მკაფიოა, ნათლად ჩანს, უბრალოდ საზოგადოება და აი ამას რომ ორ პოლიუსზე, ანუ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობ, საზოგადოების გაფრეჩვა, ორ პოლიუსზე ყოფილი და მათი კვება, აი ამ პოლიუსების კვებას ძალიან კარგად უწყობს ხის, რა თქმა უნდა, ის, ვისაც ეს ყველაზე მეტად აწყობს მართველი ძალა. მართველი ძალა, დიდი მადლობა. ეს იყო ხათუნა შუშანიძე, ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია ის. და მან ასევე გაიხსენა და პარალელი გააურო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროცესებთან იმის საჩვენებლად, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა განცდა უჩნდება ჟურნალისტებს, რომ საფრთხე ექმნება მედიის თავისუფლებას და შესაბამისად მედიის თავისუფლება არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, ცნობილია ეს დემოკრატიისთვის, რომ მედიის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია პრაქტიკულად დემოკრატია. თქვენ თვალს ადევნებთ მედიის სოლიდარობის მარშს სლოგანით ვიბრძვით თავარისთვის. დღეს ჟურნალისტები და არა მხოლოდ ისინი შეიკრიბნენ ბათუმშიც, შევიკრიბეთ ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან და ეხლა მარში მიემართება ბათუმის ევროპის მოედნისკენ. მარში დაიგეგმა მას შემდეგ, რაც დააკავეს მთავარი არხის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სასამართლომ და ამის შემდეგ დაიგეგმა მედიის სოლიდარობის მარში და მარში მოეწყო მათ შორის ბათუმში. თუმცა აქ სლოგანია გადავარჩინოთ ვიბრძვით თავარისთვის და არ გულისხმობა მხოლოდ მთავარი არხი, არამედ იგულისხმება მთავარი ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატია. აჯის მონაწილემა ქართული ოცნების ოფისთან შეჩერდნენ და ტაში დაუყეს. ესეთი პოლიტიკოსები არიან. პოლიციას ნახე სახე აქვს, პოლიცია შეხედა ნახე. Masha. ეგზელდება მარში ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ აქციის სხვა მონაწილეებსაც, მათ შორის მირდატ ქამადაძე, ნაცვლად მოძრაობის წევრი, ასევე ასლან ჭანიძე. ორივეს ერთად გაგესაუბრებით, თან ვიაროთ. მოდი უთხარით ჩვენს მაყურებელს, ეხლა რა არის დღეს ყველაზე მთავარი, რის გამოც თქვენც გააქვთ ეს პროტესტი, რის გამოც შეუერთდით ამ მედიის სოლიდარობის მარშს. ადამიანს რაღაც საფუძველს ხდებია, იგი საფიქრო დასაჯონ მისი პოზიციის გამო, გამოხატულების გამო, ან შეხედულების გამო, ან იმის გამო, რომ ხელმძღვანელობს ოპოზიციურ ხალხს განცხადებული ქონდა. რატომ გაქვთ განცდა, რომ მოუძებნეს საფუძველი და არ იყო რეალური საფუძველი? პროცესი თვითონ გადაწყვეტილა, თვითონ მოსამართლე, რომელიც აღმოჩნდა აინტერესებული მხარე არის დიქტატი და იმისა, რომ
წესებია ჩვენიერი იურისტი ეს კარგად მახსოვს რომ შეიძლება იყოს პროცესს ატარებდეს ის მოსამართლე რომელიც არის ერთ-ერთი პატრიოტიზმის ახლობელი რომელსაც ამას ამალავს თვითონ ის მუხლი რომელიც შეუსაბამეს და პროცესს ყველაფერი დაიწყო ამაზე არა მხოლოდ მე არამედ საზღვრების სასამართლოს მოსამართლეებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა წევრმა როზოფერს დააბრაზა არქიულობას და ამადურ პარტიის მიტინგს ხო და საქართველოს სახელი ამიტომ ყველაფერი ეს ის განცდას ქმნის რომ ადამიანი გაისაჯა მისი პოზიციის გამო ვიღაცების განცხადება იმის გამო რომ დასაჭერი იყო თუ დასაჭერად აიჭირო იმის განაშაულის გამო არა რაღაც აბსურდული ძაღლები დღეს გასექმნება საფრთხე ყველაზე მეტად არა ყველას ექნება საფრთხე ყველას ექნება საფრთხე თო ხვალეთ მენი განცხადება შეიძლება მიიღებოდეს ამ თქვენი მოქმედებები ამ თქვენი პოზიცია რომელიც სრულიად კანონს შეესაბამება რამდენად მე არ უნდა მომწონდეს თქვენი ლაპარაკის სტილი ან განცხადებები ან სიტყვებს რომელსაც ამბობთ ეგ ნიშნავს რომ მასი დაიჭირო შარვალად ხო განცხადებული პოზიცია ან არ ვიცი აკითხო ჟურნალისტებს ყველა დაიჭირო ან ეს მისი პრეცედენტი ხვალეთ შეიძლება მივიღოთ ის შედეგი რომ ფეისბუქი რაღაც პროსტის გამო უკვე გაჩერებული არის ეს ხომ არ განცხადებულია სიტყვის თავისუფლება მაგრამ აი მაგალითად სამართლის კანონი უნდა იყოს საქართველოს ყველას ერთი მხრივ თქვა აქციას დაიჭირეს გიორგი კიკაძის გამო დაასვა ხო სასამართლოა სამართლებმა და არ დააკავეს მაგრამ მე მაგ კითხვა ის პოლიციელი რომელმაც დაიკავა და კანონი დაარღვია და იცოდა რომ კანონს არ ხვდა იმიტომ რომ კაცმა კითხვა დაასვა იქ გამოურჩილობას ადგილი არ ქონია განდრეულობა ზუსტია აკავებდა რატო არ იმ ადამიანს რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისრა ესეთი სამართლიანობა არ ნიშნავს რომ რაიცი ამ ნაწილში სამართლიანობა ამ ნაწილში რადგან ის ჩემიანია ან რადგან იმან ვთქვათ ისე მოიქცა რომ მე გამიხარდა ამის გამო მას პასუხს არ ვაგებია ამიტომ სამართალი ყველასთვის უნდა იყოს სამართალი ანუ ფიქრობთ რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები ჩვენ ვუახლოვდებით რუსულ ორბიტას ან რადგან ასევე რაც არის ოპოზიციის მთავარი აქცენტი ამას იზიარებთ თქვენ აი თუ ესე გაგზავნა და ეს ხო არ არის პირველი ფაქტი იმისა რომ მაგალითად თუ 5 ივლისის ამბები გავიხსენებთ ჟურნალისტებზე რაზე წოვამთ ხო აჩვენეთ ადამიანები დაკავდა ვიღაცას ყველობა მოხდა იმასაც თავისუფლებს გირაობდი ანუ ძალიანად მიგვანიშნებს იმაზე რომ ტენდენციები იმისა რომ შეიძლება ნელა და ნელა ეს ყველაფერი მოექცეს ისეთ მაუწყებში მე ხვალე უბრალოდ ესე მე რა თქვენ ვერ ვივლით და კომენტარები მადლობა ეს იყო ასანჭანიძე თავისუფალ ჟურნალისტის სახლის ხელმძღვანელი მირდატ კამადაძე თქვენთვის რით იყო საინტერესო ეს საქმე როცა გაიცანით განაჩენს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებულს ნიკა გვარამიას საქმეზე ეს განაჩენი არ იყო ეხლა რაზეც საუბრობს დღეს ხელისუფლება თუ ნებისმიერი სახელმწიფო მედია რომ თითქოს განაჩენი და სამართლიანობა ყველა ვიცით რომ ეს არის წმინდა ფორმალობა რეალურად მოსამართლე რომელიც ისიქა და საუბრობს საქართველოს სახელით ჩემი სახელით თქვენი სახელით ჩვენი მაყურებლების სახელით განაჩენი გამოიცემა საქართველოს სახელით ხო და არა მოსამართლის სახელით დემოკრატიულ ქვეყანაში ეს არის მოსამართლე საქართველოს სახელით გამოსან ყველა ჩვენთაგანის სახელით გამოსცემს მაგრამ საბოლოო ჯამში რეალობა გვაქვს რომ ის ასრულებს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ნებას უბრალოდ იყენებს აქ ჩვენ სახელს ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ ჩვენ საზოგადოებას ძალიან კარგად უნდა აუხსნათ ცვლილება რატო გჭირდება ის რომ ქართული ოცნება არის წმინდა პრორუსული ის რომ 10 წლის განმავლობაში ქვეყანა რამ მდგომარეობაში ამას ხედავს საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება რა არის რომ ცვლილება არის აუცილებელი დღეს ახლა ოპოზიციის თავარი ამოცანა უნდა იყოს ცვლილების შემდეგ რა თავაზობს საზოგადოებას აი დიახ ასეთი სასამართლო რომ არ იყოს ქვეყანაში რომელიც გულწრფელობისთვის და ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ რომ წინა ხელისუფლების თქვენ საომრჩეველს ან რეალურად აუმრჩეველს ზოგადად არ შეერა იმის რომ რასაც თქვენ თავაზობთ ეს არის უფრო გასაგები და ცხადი უნდა იყოს ცვლილება მხოლოდ სახელდაგვარებს ცვლის მაგალითად ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსი ბატონი დავით მაღრაძე რომელმაც 6 მაისს 24
აქციის მონაწილე დააკავა ისე რომ საერთოდ ადამიანებს არაფერი არ დაუშვებენ. ცვლების შემდეგ მხოლოდ სახელი გვარი იცვლება და სისტემას იგივე ვსტოვებ, თუ იცვლება სისტემა და როგორ ვცვლით ამ სისტემას. აი ამაზე უნდა ვესაუბროთ, რომ სისტემა არის მთლიანად შესაძლებელი, სასამართლო სისტემა არის მთლიანად შესაძლებელი. ეს ერთის მხრივ თუ ჩვენ მართლა რეალურ საზოგადოების ფართო ჩართულობით სისტემას ვცვლით ისე რომ ვიღებთ სამართლიან ფორმულას, როგორი უნდა გქონდეს პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, ეს ცალსახად გამორიცხავს ყოველგვარ შურისძიებას თუ ვინმე რომელიმე პოლიტიკოს მომავალში გაუჩნდება სურვილი რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დევნოს, დიახ, ამის ბერკეტი ერთვება მომავალ ხელისუფლებას. და ამაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ყველამ. ცვლება ამისთვის გვჭირდება, რომ ერთხელ სამუდამოდ ქვეყანაში კოლექტიური ლაშა ჩხიკვაძეები, რომელსაც მანტია ჩააცვა ვიღაცამ, იმიტომ რომ ვიღაცის ახლობელია, ჩემი სახელით, თქვენი სახელით და თითოეული ჩვენთაგანის სახელით, ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს, რომ თურმე კერძო კომპანიის კუთვნილი მანქანა დირექტორმა პარტნიორებთან შეთანხმებით გამოიყენა და ეს არის თურმე დანაშაული. მოდი გავიაროთ ახლა ეგ აჭარის მთავრობის სახლთან ვარ. აქ ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსახურებრივი მანქანით ხელმძღვანელებს სამუშაო საათები დასრულებულია. გავიდეთ და ვნახოთ ყველა ოჯახის წევრები ბიუჯეტიდან დაფინანსებული მანქანებით მოძრაობს და ასეა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. ეს ხო ჩვეულებრივი პრაქტიკაში მიღებული ვის გამო შეუფარდეს ავიზურების აკვეთა ნიკა გვარამიას იყო მანქანის საკითხი. ანუ მანქანის სარგებლობდა ის ოჯახის სარგებლობდა. თითქოს რაღაცა გაფლანგვაზე ჯარიმა დააკისრეს, მაგრამ აქეთ შეუფარდეს პატიმრობა. ამ ლოგიკას თუ ეს არის საშიში პრეცედენტი. ეს აძლევს სახელმფეხს უხსნის ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას თუ მას ის გადაწყვეტს რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი ეს პოლიტიკური ძალაუფლება, ხო, დღეს მოქმედი ყველა საჯარო მოხელე, ვისაც მანქანა ემსახურება, 99% შეიძლება ამ მუხლით დასაკავებელი აღმოჩნდეს და ეს არ შექმნის ქვეყანაში ნორმალურ ქვეყანას, ასე ვერ ავაშენებ, თუ ჩვენ ადამიანებს ამის გამო ვსდიეთ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით, არავითარი მანქანა მან არაფერი შუაში არ არის. უბრალოდ ნიკა გვარამიას პოლიტიკური პოზიცია, შეხედულება და ის პოზიცია, რაც საჯაროდ მას აქვს გამოთქმული და დაფიქსირებული, ეს არ მოწონს ქართული ოცნების ხელისუფლებას. ის მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში უშლის ხელს. ის ყოველთვის ამ ხელს. მარტო ნიკა გვარამიაზე ხო არ ვსაუბრობ, ახლა ნიკა გვარამია დაჭერილი და ამაზე ვსაუბრობთ, რომ ყველა კრიტიკული მედია, ამიტომ TV პირველის დამფუძნებლების მიმართაც ხო ქონდა სიცხლის სამართლის საქმე აღძრული და ასე შემდეგ. ოღონდ ყველას უნდა გვესმოდეს ესა. თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებ, დემოკრატია ნიშნავს აზრის გამოხატვა, ნიშნავს რომ ადამიან მიუღებელი აზრის გამოდევნაა შეუძლებელი. ხვალდაზეგ მე მაგალითად ჩემთვის ძალიან მიუღებელია ყოველ შემთხვევაში არ ვეთანხმები იმ პროპაგანდას და იდეოლოგიას, რასაც აკეთებს პოზიტივი მაგალითად. მაგრამ ხვალ რომ რომელიმე ხელისუფლებამ გადაწყვიტოს რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ არ მოსწონს შალვა რამიშვილის ის შეხედულებები და პოზიცია, რასაც ის აფიქსირებს და მართლა ძალიან ცუდია ის ჩემი გადმოსახედით. ამის გამო თუ ვინმე მის დაჭერას გადაწყვეტს, ხო, მე დიახ, ამის ინტერესების დაცვაც მომიწევს და ამასაც გავაკეთებ, იმიტომ რომ მე ასეთ ქვეყანაში ვარ. მაგრამ მოქალაქე რომელიც ახლა უყურებს იგივე ამ ლაივს, ხო, როგორ დაინახოს, რას ეთყვით მას, რა ტიპის საფრთხე შეიძლება შეუქმნას მას პირადად, იმან რომ ნიკა გვარამია დღეს არის ციხეში. არა, ეს აი თუ ჩვენ გავყვებით ამ ფაზას, აი ეს მილიციონერები აგერ რომ მოდიან, ეხლა ჩვენ რო დავყვებით, ხო, აი რო ჩაიარეს ახლა. ეს მილიციონერები ხვალ შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეს ამ მილიციონერებმა მიაკითხონ სახში და განსაკუთრებულად აი ამას რატო უყურებ ტელევიზორში, აი ამაზრს რატო ან Facebook-ზე ამ პოსტს რატო წერ, ან ამას რატო აშიარე. აქამდე მივედი, ნიკა გვარამია ხო, იმიტომ დააკავეს. ან გადავგავს ის მოსაზრება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს. ბუნებრივია, იმიტომ რომ ნიკა გვარამია რეალურად ას ტელეარხ მთავარის მანამდე რუსთავიორის და შემდგომ მთავარის მეშვეობით და სხვა მედია სივრცეში და საჯაროდ Facebook-ის მეშვეობით გამოთქვამდა თავის კრიტიკულ. ას შეიძლება ხშირად უცენზურადაც, რომელიც ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს, მაგრამ ამის გამო ადამიანი ჩასვა ციხეში, ეს ბელორუსიაც აღარ არის. ეს რაღაც ჩრდილოეთ კორეაზე უარესია საბოლოო ჯამში და ჩვენ ხელისუფლებას აქეთ მივყავართ და მე მგონია რომ აქ არის მთავარი გასაანალიზებელი, რომ აქ ჩრდილოეთ კორეაში თუ შევაბიჯეთ, ვეღარ გამოვალთ იქედან დიდხანს. სწორედ ამიტომ არის მთავარი ჩვენ პოლიტიკოსი, ხა ამ პოლიტიკოსი როგორ უყურებთ ამ თქვენს ამოცანას, ანუ დღეს არის მის აუდიტორიას სიდად რასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის საფრთხებია, ამათგან გამოდის ბოდიში აქეთ რო გამოვიდეს. ჩვენ დიახ მე მაგას თუ ესვის, მაგრამ აი ცდილობები როგორ შემოხდეს, ეს არის ძალიან კარგად ესვის და საზოგადოება მის ძალიან დიდი ნაწილი განწყობილია ცვლილებებისთვის.
ქართულ ოცნებას რომ ხარდამჭერები არ ყავს, გასაგებია 2 ოქტომბრის არჩევნებმა მაგალითად ბათუმის მაგალითაც აჩვენა, ხო ეს ყველაფერი. მაგრამ ჩვენ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად გვაქვს სამუშაო საკუთარ ამორჩეველთან, რომ ცვლილების შემდგომ რა იქნება. ცვლილების შემდეგ რას ვთავაზობთ საზოგადოებას და მე მაგას ვამბობ, ცვლილების შემდეგ ჩვენ უნდა შევთავაზოთ სასამართლოებში, ამ პოლიციაში, ამ პროკურატურაში, არა მხოლოდ თანამდებობის პირების სახელი გვარების შეცვლა და სისტემა იგივე, არამედ მთლიანად ამ სისტემის ახლებურად აშენება. მაგალითად, რომ შემოვივა ბათუმის პოლიციის უფროსს, რომ ირჩევდნენ ბათუმელებს. არჩევით რო იყოს როგორც ამერიკაში. ერთ-ერთი მაგალითია, მე არ ვამბობ, რომ ეს არის გამოსავალი. მე ვსჯელობ საზოგადოებასთან ერთად, მათ შორის თქვენთან ერთადაც ყველა. ამაზე ჩვენ უნდა დავიწყოთ ფართო კონსენსუსი უნდა შედგეს საზოგადოების. ქართული ოცნების წარმომადგენელიც, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელიც, ყველა პოლიტიკური პარტია, ჟურნალისტი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტულად უნდა შეთანხმდეს ერთ კონკრეტულ ფორმულაზე, როგორი მართლმსაჯულების სისტემა გვინდა ამ ქვეყანაში. თუ ჩვენ გვექნება სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა, ეს პირდაპირ გამორიცხავს შურისძიებას. მომავალში ეს პირდაპირ გამორიცხავს ადამიანის უფლებების დარღვევას. პირდაპირ გამორიცხავს და ჩვენ ამას მესმის რომ დრო ჭირდება, ამიტომ შეიძლება შევთანხმდეთ საზოგადოება, რომ სანამ ამ ფორმულით ახალ ძლიერ სამართლიან და დამოუკიდებელ მართლმსაჯულების სისტემას არ ავაშენებთ, მომავალმა ხელისუფლებამ, მოქმედი ხელისუფლების წევრების მიმართ არავითარი დევნა, დაჭერები არ უნდა დაიწყოს. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. არ ვიცი ამაზე პარტიას, ჩემს პარტიას რა მოსაზრება აქვს, საბოლოოდ იტყვია. ეს არის თქვენი პირადი პირადად როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი, მე ვფიქრობ, რომ და ყოველთვის მექნება ეს პოზიცია და ამ პოზიციაზე ვიქნები, რომ ცვლილება არ გვჭირდება ჩვენ, იმიტომ რომ ვიღაცები დავაკავოთ ციხეში. არა, ცვლილება ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ წინ გადავდგათ ნაბიჯი. ანუ მართლა რეალური სასამართლო შევქმნათ, რომელიც სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ვერ შეიქმნა. გაიწმინდა კორუფციისგან მესმის, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, ფულს აღარ იღებდნენ მოსამართლეები, როგორც შევარდნაძის მოსამართლეები, მაგრამ პოლიტიკური გავლენისგან ვერ იყო სასამართლო თავისუფალი. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გადაიბარა ეს სასამართლო და თავის დროზე მურუსიძესთან პრეტენზია რო ჰქონდა საზოგადოებას, რომ გირგულიანის საქმე განიყირა არასწორად და სამართლიანი იყო ეს პროტესტი საზოგადოებისა, დღეს იმ მოსამართლეს რომ მიხეილ სააკაშვილის ასამართლებინებდა პიჯაკებზე. ახლა თუ მაშინ გირგულიანთან მიმართებაში მურუსიძე იყო უსამართლო, როგორ შეიძლება დამაჯეროს დღეს ვინმე რომ აქ იქცევა ის სამართლიანად. მან ერთხელ აჩვენა ყველას ამ სასამართლომ და ამ მოსამართლეებმა, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმის მოსამართლეებზე ვსაუბრობ, რომ მათთვის მთავარია რა დაკვეთა მოდის, რა პოლიტიკური დაკვეთა მოდის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, რომელი პარტია. ეს მინდა რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში და თუ ჩვენ საზოგადოება ყველა ერთად შევძლებთ რომ მართლა შევცვალოთ ეს სისტემა, კიდე ერთხელ ვიძახი რომ ამ ქვეყანაში პრობლემების ძალიან ძირითადი დიდი ნაწილი გადაიჭრება, იმიტომ რომ უსამართლო გარემოში პრობლემა ყოველთვის არსებობს. დაწყებული ეკონომიკური, დამთავრებული კრიმინალით. მაგრამ სამართლიანი გარემოს შექმნაზე უნდა დავждეთ ყველა, უნდა გამოუნახოთ ენა. რაოდენ არ უნდა მომწონდეს მე პირობითად ირაკლი ღარიბაშვილი თუ ირაკლი კობახიძე, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველამ ერთად, რომ შევთანხმდეთ როგორი მართლმსაჯულების სისტემა გვინდა. რას ვთავაზობთ ცვლილების შემდეგ საზოგადოებას? ვთავაზობთ, რომ სამართლიანი სასამართლო უნდა იყოს. სამართლიანი სასამართლო რომ იყოს მარტო მოსამართლე კი არ უნდა შევცვალოთ, ან რაღაცა სიტყვები კი არ უნდა ვთქვათ, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. როგორ უნდა ავაშენოთ? სახალხო დამცველის ინსტიტუტიდან დაწყებული ყველა ინსტიტუცია უნდა იქნეს ჩართული ამ ფართო დისკუსიაში, რომ ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანას ვაღირსოთ ნორმალური სასამართლო. ახლა რუსთაველის ქვეყანა ქვია, ხო? ბოლო ადამიანი, რომელმაც რავი 8-9 საუკუნის წინ გვითხრა, რომ თნა მართლისა სამართლისაო, ხო და დღემდე ჩვენ რაღაცა სისულელეებზე ვკამათობთ ერთმანეთთან, რომ ვიწევთ მტკიცება, რომ პირადი ავტომანქანის გამოყენების ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს თუ არ უნდა იჯდეს და პოლიტიკოსები გამოდიან ამას გვიმტკიცებენ, რომ კი სამართლიანი იყო, სასამართლო თავისუფალი ყავს, მილიციელები, რომლებიც დაგვსდებენ აგერ ესენი კანონმორჩილები არიან. არა და საზოგადოება ხო კარგად იცის. ყველა ხო ხვდება ამას, რომ უსამართლო გარემოში გვიწევს ცხოვრება. ამ უსამართლო გარემოს უნდა დაუსვათ წერტი. ეს არის ამოსავალი. მადლობა. ეს იყო მირდად ქამადაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში. ის შემოუერთდა დღეს მედი სოლიდარობის მარშს, რომელიც ბათუმში მოეწყო. თქვენ ხედავთ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობების მდებარე ტერიტორიაზე მოვიდნენ აქციის მონაწილეები, აქ საკმაოდ ბევრი პოლიციელია. და შემდეგ უკვე აქციის მონაწილეები დაბრუნდნენ ევროპის მოედანზე. ჩვენ ნახავთ ახლა აქცია რა ფორმით გრძელდება ევროპის მოედანზე.
მედის სოლიდარობის მარში დაიგეგმა მას შემდეგ, რაც დააკავეს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ნიკა გვარამიას, მთავარი არქის გენერალურ დირექტორს. მედის სოლიდარობის მარში მოეწყო ასევე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ის ახლაც გრძელდება, ამ წუთებში გრძელდება თბილისში და ასევე სოლიდარობის მარში მოეწყო ბათუმშიც. მთავარი სლოგანი ბუნებრივია ამ აქციაზე არის ვიბრძვით მთავარისთვის, ანუ არ არის აქცენტი მხოლოდ მთავარი არხი და ნიკა გვარამიას მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. ამ აქციის მთავარი გზავნილია, რომ დავიცვათ ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები, რის გამოც გვინდა დემოკრატია. პატა დიასამიძე ამ ფონზე რო ჩავწეროთ თან აქციაზე დავინახოთ რა მოხდება. პატა დიასამიძე ახალგაზრდა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. პატა თქვენ ორგანიზაციამ შეაფასა ნიკა გვარამიას საქმე როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, ხო? რატომ მიგაჩნიათ რომ ეს გაწყვეტილება არ იყო სამართლიანი და პოლიტიკური ინტერესის გამო მიიღო გაწყვეტილება მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში? მარტივად რომ აუხსნათ აგვიხსნათ. ანუ ჩვენი ორგანიზაცია ახდენდა აღნიშნული საქმის მონიტორინგს სასამართლოში, ანუ ყველა პროცესზე ახდენდა საქმის მონიტორინგს და ანუ გარდა ჩვენი მონიტორინგისა ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის პოზიცია წარადგინა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, ასევე ანგარიში გამოაქვეყნა სახალხო დამცველმა, სადაც დეტალურად არის მითითებული იმასთან დაკავშირებით რა პრობლემები არის საქმეში. მათ შორის მტკიცებულებების კუთხით არის პრობლემები, არის მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით პრობლემები, ვიცით რომ ერთ-ერთმა მოსამართლემ ის დაიწყო საქმის განხილვა, თვითაცილება გააკეთა და შემდეგ უკვე მეორე მოსამართლემ, რომელმაც ფაქტობრივად დაასრულა საქმე, მის მიმართაც არაერთი კითხვა გაჩნდა მოსამართლის მიმართ და ნუ ის შედეგი რა შედეგის დააკენა, იმ შედეგთან დაკავშირებითაც ანუ თავისუფლების აღკვეთა 3 წელი და 6 თვე, ანუ ამ შედეგთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვაა და ანუ ეს შეიძლება შეფასდეს ისე როგორც აი მედია ორგანიზაციებზე განხორციელებული ზეწოლა მმართველი გუნდის მიმართ და ჩვენ გვახსოვს ამის არაერთი შემთხვევა, როცა უცებ იწყება გამოძიება და ეფექტურად ასე ვთქვათ უცებ სრულდება გამოძიება და შესაბამისი შედეგია სასამართლოში, როცა საპირისპიროდ აი მედია ორგანიზაციებზე, როცა არის დაზარალებული მხარე, ამ საქმეებზე ძალიან ჭიანურდება საქმის განხილვა და ფაქტობრივად არანაირი შედეგის არ დგება. მე შემიძლია გავიხსენო მედია ორგანიზაციების კუთხით, როცა ანუ მმართველი გუნდიდან ზეწოლა ხდებოდა აჭარის ტელევიზია, შემიძლია გავიხსენო, საიდანაც ფაქტობრივად დაიწყო ის აი პირველი ნიშნები, როგორ ხდებოდა ზეწოლები მედია ორგანიზაციებზე, როგორ მოხდა დირექტორის შეცვლა, იმპიჩმენტით გათავისუფლება და ანუ ყველანაირი მტკიცებულება. არც კი დაუწყიათ გამოძიება, ხო, აჭარის ტელევიზიის შემთხვევაში მახსოვს რომ მიმართეთ. შემთხვევა მიმართეთ, როცა პროკურატურას რომლებზე იყო ზეწოლა და არც კი დაიწყეს გამოძიება და აქაც იყო შემთხვევა, როცა სახალხო დამცველმა მიმართა წერილობით და მოთხოვა რომ გამოძიება დაიწყეს, იმიტომ რომ ანუ მიუთით რომ კონკრეტული დანაშაული დევნის ნიშნები არის და კონკრეტული დანაშაულის ნიშნები არის და გამოძიება უნდა დაიწყოს ყველა შემთხვევაში, მაგრამ გამოძიებასაც კი არ იწყებენ და ამ ფონზე აი ჩვენ ვხედავთ რომ აი რა სწრაფად ხდება გამოძიება კონკრეტული საქმეების, კონკრეტულ საქმეებზე შედეგის დადება, ასე ვთქვათ. თუმცა აი არა მარტო იმაზე რომ მტკიცებულებებზე პრობლემაა, მართლმსაჯულების განხორციელებაზე პრობლემაა, ამ კუთხით სასჯელის და ანუ ყველანაირად პრობლემაა ამ საქმესთან დაკავშირებით და ანუ არა მარტო ჩვენი ორგანიზაციის შეფასება, მონიტორინგს ვახდენდით, სახალხო დამცველის შეფასება, სხვა ორგანიზაციების შეფასება, ამ კუთხით არის ის, რომ ანუ პრობლემურია ამ საქმეზე და ანუ ფაქტობრივად ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და ნუ სახელმწიფო გუნდის მიერ, როცა ნუ იყენებს იარაღად ასე ვთქვათ მედიას, მედია ორგანიზაციებს და მასე ახდენს ზეწოლა. რა ტიპის საფრთხეს ქმნის ესე ვთქვათ მაყურებელს, როცა ასეთ ეჭვებს აჩენს პოლიტიკურ მოტივაციაზე სასამართლოს გადაწყვეტილება? ანუ უმთავრესი სახელმწიფოში რაც არის მართლმსაჯულების სისტემა, მედია, რაზეც პირდაპირ დარტყმები ხდება და ეს არის საქმე, რომელიც ნათელი მაგალითი არის იმისა, თუ როგორ ხდება, ანუ რა ნაკლოვანებები გააჩნია მართლმსაჯულებას, როგორ ხდება დარტყმები მედიაზე. ანუ ის მართლმსაჯულების ნაკლოვანებები, მტკიცებულებების არარსებობის გამო გამომტყუნებელი განაჩენი დგება საქმეზე
ანუ ეს არის ის რომ მართლმსაჯულება არაა დამოუკიდებელი ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამას ყველას ვაუბრობთ რომ მართლმსაჯულება ის ძალიან დიდი პრობლემები არის და რადგან ნუ მეტყველებს ეს საქმე და პაჩენს ამ ეს საქმე იმ ნაკლოვანებებს და მედია ორგანიზაციებზე ზეწოლება ანუ ამ ფონზე რავი დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფო შენება ანუ ზედმეტია საუბარი დემოკრატიაზე ხო მედიის და სასამართლოს გარეშე ეს პრობლემა მედიას სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას და მედიას პრობლემა იქნება იქ ხომ საუბარი ზედმეტია დემოკრატიაზე მადლობა ეს პატრიასამიძე იყო საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი მან გვესაუბრა იმის შესახებ თუ რატომ მიიჩნევს ეს ორგანიზაცია ანუ საია რომ პოლიტიკური მოტივი იქნება ნიკა გვარამიას საქმეში საუბარია მაშინ რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული კანონის შესაბამისად და არ უნდა ჩნდებოდეს იქ არავითარი პოლიტიკური ინტერესი უკრაინის სოლიდარობის აქციაც იმართება დღეს კიდევ ერთხელ ბათუმში ევროპის მოედანზე საქართველოში მიჟღერდება ახლა ევროპის მოედანზე დღეს ევროპის მოედანზე იმართება ევროპის სოლიდარობის აქცია ისინი საღამოს 6 საათზე იკრიბებიან ხოლმე სოლიდარობის გამოხატვის მიზნით და დღეს გაიმართა აქვე მედიის სოლიდარობის მარშიც სლოგანით ვიბრძვით მთავარისთვის ეს მარში დღეს მოეწყო თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და ამ წუთებში გრძელდება ხოლო ბათუმში ჟურნალისტები და არა მხოლოდ ჟურნალისტები შეიკრიბნენ ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან და შემდეგ მოეწყო მარში მემედაბაშის გამზირზე და ამჟამად ისინი არიან ევროპის მოედანზე. საქართველოს გავმარ მედიის სოლიდარობის მარში მედიის საშუალებების მიერ მას შემდეგ დაიგეგმა რაც 16 მაისს მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია დააკავეს აქციის ორგანიზატორების თქმით ნიკა გვარამიას დაპატიმრებით ქართულმა ოცნებამ ერთდროულად ქართლა ფეხბურთის ადამიანის უფლებების სასამართლო სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი შემიძლია აქვე წაკითხოთ ამონარიდი მედიის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული განცხადებიდან დღეს როცა გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახროვა 10 წლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობებისგან და დაბრუნება რუსეთში საიდან თავის დაღწევაზე საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეეწირა და ეწირება ახლაც კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება
ამ სტუდია განცხადებაში, რომელიც გაავრცელეს მედის სოლიდარობის აქციის ორგანიზატორებმა. მე შეგახსენებთ, რომ რუსთავიორის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, რომელიც ამჯერად მთავარი არხის გენერალური დირექტორია, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წელი და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზში დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს. გერწოდებულ მოსამართლე ლაშა ჩიკვაძემ გამოაცხადა ნიკა გვარამია დამნაშავეცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს. შეგიძლიათ დეტალები ნახოთ ჩვენს ვებგვერდებზე ბათმელები G-დან ედგეზეთი G. Білорусь! Живе! Хвилина мовчання. Дякую. Сьогодні, перш за все, наша увага прикута, звісно, до гарнізону Маріуполь, який евакуювали, якщо це можна назвати евакуацією, і вивезли на територію так званої Донецької Народної Республіки. За останніми даними, бійці, які знаходяться в Оленівці, зараз чекають на те, щоб їх обміняли на рашистських вояків, так званих, які прийшли до нас нищити нашу землю. Буквально завчора на Донбасі, який вони, так би мовити, звільнюють, невідомо від кого і від чого, було знищено порядка 65 будинків. Дуже багато населених пунктів просто зруйновані вщент. І вони поки що не зупиняються. Коли ми дивимося ввечері телеграм-канали і бачимо карту України, яка майже вся червона, звісно, у всіх у нас болить душа, тому що там наші люди, там наші родичі, наші друзі, батьки, діти. І ми дуже переживаємо за те, щоб ці ракети, на яких вони пишуть ось так цинічно, нате вам за Калуша, нате вам за перемогу на Євробаченні, щоб ці ракети десь вибухали в повітрі, і щоб наше ППО їх збивало. Але сьогодні є ще одна дата. 18 травня 1944 року НКВС постукало вночі у двері кримських татар. У них було 2 години на те, щоб зібрати дітей, старих людей, літніх, на те, щоб спакувати свої пожитки і повантажитися в ешелони, які потім повезли їх в Казахстан, в Середню Азію. І почалася ця ганебна акція радянської влади
депортація кримських татар. Кілька років тому режисер кримсько-татарський Ахтем Сейтаблаєв зняв фільм «Хайкарма». Це просто чудовий фільм, рекомендую його подивитися всім, хто його не бачив. В сюжеті цього фільму лежить історія дівчини кримсько-татарської, яка під час фашистської окупації Криму із дитячого будинку рятувала групу єврейських дітей. Вона перевдягла їх, вона вчила їх молитві кримсько-татарській для того, щоб ці діти жодним чином не могли себе виказати. І ось поки нацисти були в Криму, ці діти переховувалися. Там, звісно, цей сюжет, це художній фільм, але, наскільки я пам'ятаю, він знятий за реальними подіями. Але найстрашніше було далі, коли прийшли знову ж таки так звані освободителі. І їй довелося тепер доказувати, що це не кримські татари, для того, щоб їх не депортували. І вона відшукувала там документи, і вона зробила все, щоб ці діти залишилися живі. І сьогодні, звісно, ми пам'ятаємо і про те, що зараз з Маріуполя знову ж таки ці освободителі в лапках, вони вивозять наших людей, вони поселяють їх у фільтраційні табори, вони вишукують тих, хто воював в АТО, в ООС, вони вишукують волонтерів і патріотів, вони залишають їх там десь в ув'язненні на 30 днів, але можуть терміни бути і продовжені. Ну, наскільки ми можемо читати, мирне населення, людей, яких насильно вивезли, вони вивозять далі на схід, кудись там на далекий схід. Вчора ми послухали одне із перехоплень, яке оприлюднило СБУ. Ви знаєте, ну це просто за межею, ну взагалі будь-якого розуміння. Дружина розмовляє зі своїм чоловіком. Вона, як з'ясовується, медсестра в дитячій лікарні. І вона йому каже, треба було на спині їм вирізати зв'язки, відрізати їм пальці, це дітям нашим, які відмовилися брати участь у святкуванні 9 травня. Один із синочків розповідає своєму батькові про те, як вони взяли в полон нашого військового, відрізали йому вуха. Він каже, добре, щоб нічого не უკრაინის სოლიდარობის აქციაზე აქ ცოტა ხნის წინ გამართეს სოლიდარობის მარში ჟურნალისტებმა და მედიის მხარდამჭერებმა. ეს აქცია უკვე დასრულდა. У нас є танки. Ми заїжджаємо და მედიის სოლიდარობის აქცია ბათუმში გაიმართა და დაიგეგმა მას შემდეგ, რაც დააკავეს მთავარი არხის გენერალური დირექტორი მიხეილ გვარამია. ვიბრძვით მთავარისთვის ასეთი იყო ამ აქციის მთავარი გზავნილი, რომ აქცენტი არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ნიკა გვარამია და მთავარი არხი, არამედ მთავარი ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულება, რომლის გარეშეც დემოკრატია წარმოუდგენელია ქვეყანაში. ასეთი იყო აქცია ბათუმში. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მეორე ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯი. მე ჟურნალისტი ჯაბანანიძე ვარ, მადლობა ყურადღებისთვის. დროებით. Світ не може зупинити цю війну в Україні. Світ може.